გამარჯობათ მეგობრებო, გაიხარეთ, მოგვენატრეთ, მოვიდა ორშაბათი, ორშაბათიდან ორშაბათამდე მისვლა ეს უკვე პრობლემა. ესე იგი ჩვენ ყოველთვის ვამბობთ იმას, რომ ისე დაძაბულია ყოველი დღე, რომ ესე იგი შეიძლება ორშაბათიდან ორშაბათამდე ვერ მიაღწიო. და ადამიანი, რომელიც თქვა ბაქი ბუქობდა, ჩვენ შეხვედრია ხო ეგეთი ადამიანები, აქეთ გორას წიგნსაკრავი იქით სხვა ყლაფს უზამოთ და ადამიანი ხანდახან არის როგორც გაბერილი ბუშტი და რა არის მოიხედავდა უკვე აღარ არის ამატყოფობით რაღაც გარემოებით გადის ამ ქვეყნიდან და როგორც კვამლი როგორც ნისლი ისე ხარდება მაგრამ ჩვენი დანიშნულება უნდა შევასრულოთ მეგობრებო ჩვენ ყველამ ჩვენი დანიშნულება არის სამშობლოს სიყვარული ჩვენ საყვარელი საქართველოში ვცხოვრობთ და უნდა ვემსახუროთ ჩვენ არა მარტო ოჯახებს არა მარტო სანეთესაო სამეზობლოს ჩვენ კოლეგებს, ჩვენ ქუჩას და ჩვენ ქალაქს, არამედ მთლიანად საქართველოს უნდა ვემსახუროთ და პირველად უნდა ვემსახუროთ აი სიყვარულის განწყობით, მეგობრებო. იმიტომ რომ ჩვენ წმინდა მამები გვეუბნებიან, რომ ბოროტებით, აგრესიით, ავსიტყვაობით, მწარე სიტყვაობით, განკითხვებით და რაღაცა ჩხუბით და დავიდარებით არა საქმე არ კეთდება, არავითარი კეთილი არ კეთდება. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა ჩვენ სახელმწიფოს გამოვადგეთ, ჩვენ სამშობლოს გამოვადგეთ, აუცილებლად სიყვარულით უნდა ავისვათ გულები და ისე უნდა გავიაროთ ერთობის გზაზე. გვიჭირს ერთმანეთთან ხელი ჩაკიდება, ხო? ალხანას და ჩანხანას, ესე იგი უჭირს დაახლოება, მაგრამ არავინ არა ვართ წმინდანები, ყველანი ცოდვილები ვართ, უნდა შევთანხმდეთ და განსაკუთრებით ეროვნულ გამთავისუფლებელ მოძრაობაზე ითქმის ეს მე მინდა რომ ვიხილო რომ ყველა ქართველი იყოს მონაწილე ამ ეროვნული განთავისუფლების მოძრაობის და დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო. მაგრამ როგორ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო? ჩვენ სამშობლოს როგორ დავიბრუნოთ თუ ერთმანეთი არ გვიყვარს და თუ კეთილ საქმეებს არ ვაკეთებთ ერთად, ერთობით. აი მე მახსენდება ერთ-ერთ YouTube-ის და Facebook-ის გაზიარებული იყო პოსტი და სულ ნანოფ რომ რატო არ გადავიწერე. აი უწმინდესის ესეთი სიტყვები იყო რომ სიზმარი ნახეო რა. რეალურად ეხა ის თავმდაბალი ადამიანია ჩვენ უწმინდესი და არ ეთყოდა რომ გამოცხადება ნახეო, მაგრამ სიზმარი ნახეო და მომართვესო ხატიო, ესე იგი რომელზეც დახატული იყო აი საქართველოს ეკლესია ეს სულიერი ზეციური გამარჯვებული ეკლესია და მებრძოლი ეკლესია და მთელი საქართველო თურმე რაღაცა ესეთი მისტიური ხატი რომელიც მან ნახა სიზმარში. და ეს ისეთი მომხიბლავი, ესეთი რაღაცა გზნობა მქონდაო, რომ ჩავიხედე უსაზღვროდ ეს ხატი, როგორც აი სარკმელი მარადისობაში და აი თითოეულმა ფიგურამ იქ წმინდანის გამოსახულება იყო ეტყობა და ტაძრის და საქართველოს რუკაც იქნებოდა, მე ასე ვფიქრობ ხო. და აი ამან ძალიან ესე იგი მოხიბრა და დიდი განცდა განაცდევინა და მე გამიჩნდაო ეგეთი სურვილი, რომ გადმომეტრიალებინაო ეს ხატიო. ანუ დამეთვალიერებინაო ყველანაირადო. და ეს საქართველოს ესე იგი აი ამ ხატი გადმოატრიალა მან და ოქროს ასოებით იყო ამოტვიფრულიო ერთ სულოვნება. აი ეს მე კარგად დამამახსოვრდა და სულ ვეძებ ამ პოსტს იქნება მეგობრებო მოიძიოთ და გავაზიაროთ ეს ჩვენ Facebook-ებზე ამას უწმინდესი რო ამბობს ესე იგი გადმოატრიალეო და დიდი ასოებით ესე იგი ეწერა ესე იგი ერთ სულოვნება ოქროსფერი კაშკაშა ასოებით და გამომეღვიძაო მერეო. ეხლა ეს რა იყო თუ არა და გამოცხადება მეგობრებო ზეციური გამოცხადება ჩვენ კარგად ვიცით რომ ჩვენი უწმინდესი აქ ესეთი კარგი ხილვები იმიტომ რომ სიყვარულით დავსებული ადამიანია და მით უმეტეს პატრიარქი რო ასეთ რამეს ნახავს ეს მართლა გამოცხადებაა და რა სიგნალია ეს ჩვენს მიმართ ჩვენსკენ მომართული სიგნალი გამოგზავნილი ზეციური გზავნილი რომ ქართველებო გაერთიანდით და ერთ სულოვნებით იპოვეთ ერთმანეთი და გადაარჩინეთ სამშობლო და ამას გვეუბნებოდა სულმნათი ჩვენი წმინდანი სალოსი მამა გაბრიელი რომ ესე იგი ბოლო ჟამსო აი ხა ბოლო ჟამი არის თავზე ესე იგი გვაცვიო ასე ვთქვათ რაკეტები ხო როდის გამოუშვენ იმ რაკეტას და ვის მოხდება ეს რაკეტა არავინ არ იცის ხო და აი იპოვეთო ერთმანეთისო სიყვარულითო და აი ეს სიყვარული გადაარჩენეს თქვენ ოჯახებსო არა ის რაღაცა ტყვია გაუმტარი ჟილეტები არა ის რაღაცა რაკეტები არა ის ესე იგი რკინის კარებები და აბჯრები და სეიფები ესენი კი არ გადაგარჩენენ თქვენო დაცვები თქვათ არამედ სიყვარული და უცხოს შეწყნარება აი უცხოს შეწყნარება მოყვასის სიყვარული
ჩვენი მრავალეროვანი საქართველოს ჩვენი ძმებისა და დების, ხორციელი ძმების და დების, ესე იგი მიმართ გამოჩენილი მეგობრობა ვინ სულ ერთია, ვინ იქნებიან ეს ებრაელები იქნებიან, ბერძნები, რუსები, რა ვიცი, ინგლისელები თუ აზერბაიჯანელები, ქურთები თუ სომხები და ჩვენი ესე იგი მრავალეროვანი საქართველოს ყველა შვილი. და მანდამაიც მოქალაქეზე კი არ არის აქ ლაპარაკი მეგობრებო. აი ხლა ხომ გეუნდებით ისეთი პროცესები მიდის რომ დიდი ესე იგი დაშლა ემუქლება ირანს და ალბათ დიდი ტალღა მოგვაწყდება გვინდა თუ არ გვინდა ესე იგი ემიგრაციის. და არის ძალიან ცუდი პროგნოზები ესე იგი რომ ეს საშინელი ემიგრაცია წალეკავსო აზერბაიჯანს, სომხეთს და საქართველოს. მაგრამ ჩვენ თუ ამ ხალხს სიყვარული დახვდებით, ჩვენ სიყვარული არ წავილეკებით. ანუ არის ეს ჩვენი წმინდანების მიერ დანატოვარი ანდერძი რომ შეიძლება გაიქცეს თქვათ მამანი და მამანი ვისაც აბარია ქალაქი და სოფელი, მაგრამ ჩვენი ხალხი აქ იქნება და ჩვენი ხალხი ყველა სიყვარულით დახდება და სიყვარულით მიიღებს. აი ამ ზონიდან არ უნდა გამოხვიდეთო მამა გაბრიელი გვეუბნება. ეთყო და იცოდე ეს ყველაფერი. და უცხოდ შეწყნარება, აი რა არის მეგობრებო, უცხოდ შეწყნარება, აი მოდის მშიელი ადამიანი, ტოლვილია ეს თუ გაჭირებული, ჩვენ უნდა გავუწყოთ პური, დავანებინოთ წყალი და რაღაცნაირად თავს შესაფარიც რაღაცნაირად ალბათ უნდა მივცეთ და არ უნდა გავწიროთ. იმიტომ რომ ისევე როგორც ჩვენი ტოლვილები უამრავი მიიღო რუსეთმა და თავის დროზე აი სამოქალაქო ომი ძინვარებდა და სამწუხაროდ 1992 წლის ესე იგი პროცესები იყო, რუსეთმა ჩვენი ძალიან ბევრი ახალგაზრდა თუ ძველგაზრდა შეიფარა და რაღაცნაირად დღემდე ძალიან ბევრი ქართველი რუსეთში მოღვაწეობს და სხვა ქვეყნებმაც ევროპა თუ სხვა ქვეყნებმა შეიფარეს ჩვენი ტოლვილი მოსახლეობა. აი ეს მომენტებია მეგობრებო, არაფრის არ უნდა გვეშინოდეს, უფალი გვიყარდეს, მე მოუწოდებ ჩვენ საქრისტიანოს რომ ვიაროთ წირვა ლოცვაზე. არ არის კვირა დღე, ესე იგი ბოდიში და ლოგინში კოტრიალის დღე, არ არის კვირა დღე, ძილის დღე. არ არის კვირა დღე აბანოში და რაღაცა ესე გასართევ დაწესებულებებში სიარულის დღე. თხილამურებზე კატაობის დღე, გუდაურში აი ჩვენი ახალგაზრდობის გასაგონად და რაღაცა ესე იგი კვირა დღეს რო ვაწყობთ. დილაზე ლაპარაკი. მოვიხადოთ ჩვენი ვარი, დავესწროთ ზიარებას ყველა მონათლურზე აქ ლაპარაკი. ვინც არ არის მზად ზიარებისთვის არ ეზიარება, რა თქმა უნდა, აღსარება ჩავაბაროთ, ეს ყოველთვის შეიძლება და დავესწროთ ლიტურგიას და მე სადაც გვინდა იქ წავიდეთ, ვილოცოთ სამშობლოსთვის, ვილოცოთ საქართველოსთვის. ლიტურგიის დროს უნდა იცოდეს ჩვენმა ახალგაზრდობამ, რომ ამ დროს ზეცა ნამდვილად გახსნილია და ამ დროს შეიწირება ყველაზე ძალიან მორწმუნის ლოცვა, რომელსაც ასე ელოდება ზეცა. ჩვენ უნდა ვილოცოთ საქართველოს გადარჩენისთვის. აი მე მყავს ერთი მეგობარი, რომელიც ძალიან პატივსე და სულ მეუნება ესეთ რამეს, რომ აი მე პირველი რო შევალო ვანთებოს საქართველოს გადარჩენის და საქართველოს დღეგრძელების სანთეს. ხო და მე ვანთებო აი ჩემი ოჯახისთვის, ჩემი ცოლისთვის, შვილებისთვის, ჩემისთვის, მე ვანთებო რა, მე სხვა სანთლებს, მაგრამ პირველ სანთეს ვანთებ ერის გადარჩენისთვისო და საქართველოს გამთლიანება გაძლიერებისთვის. მაგრამ მეგობრებო, სიმართლეა რომ ეს ლოცვები არ იკარგება. აი ეს ლოცვები რომ არ იკარგება, ეს არის ნამდვილი დასტური იმისა, რომ საქართველოს ირგვლივ მძვინვარებს საშინელი ცეცხლი. შევხედოთ, რუსეთი ომშია, უკრაინა ომში არის, აზერბაიჯანს სომხეთს შორის საშინელი ომი ხდება და ალბათ კიდე რაღაცა ესე ჯვარი წერიათ, მაგრამ აი ესეთი საომარი მოქმედებებია რა პრაქტიკულად. აგერ ირანი, თურქეთის ძალიან არეულია. პრაქტიკულად გრიგოლ ხანძთელი რო ამბობს მსოფლიო ზღვაი აღზრულ არს დანთქმითა მით ძლიერითა. და ეს ატორტმანებული ზღვა მეგობრებო, რამ დაამშვიდოს თუ არა და ჩვენმა ლოცვამ და ჩვენმა დიდმა ესე იგი ლოცვითმა შემწეობამ. იმიტომ რომ ნამდვილად ყველაფერი რაც ხდება ეს ზეგარდ მოხდება, არა მარტო ესე იგი ადამიანის თავს, არა მარტო პირადი ცხოვრების ჭრილში, არამედ ერის ცხოვრების ჭრილში ყველაფერი რაც ემართება ერს, ეს არ არის მარტო როგორც აი დიელექტიკოსები ამბობენ სუბიექტიური და ობიექტური პირობები. მე მეცინება ხოლმე ამაზე, იმიტომ რომ
ჩვენი ცხოვრება და ერის ცხოვრება not up to us არ არის ეს ჩვენზე ბიბლია ამბობს რომ არა კაცსა ზედა არის გზაი მისი არა კაცსა ზედა არის გზაი მისი და მით უმეტეს ერზეც იგივე ითქმება ხო ყველაფერს განაგებს უფალი და ამიტომ გაჭირვების ჟამს განსაცდელი ჟამს განსაკუთრებით უნდა ვევედროთ უფალს საქართველოს დაფარვას და საქართველოს ხსნად არ შეიძლება ამავე დროს ჩვენ ქრისტიანები ვართ სიძულვილი აი ეს ფაშიზმი რაც არის ახლა საქართველოში დამკვიდრებული რასაც ეს ლიბერალური ორგანიზაციები აფინანსებენ ანვითარებენ სიძულვილი რუსების მიმართ სიძულვილი თუნდაც ირანელების მიმართ ქართველების მიმართ ხო ერთმანეთის ეხლა საქმე რაში არის იცით უნდა განვარჩიოთ რეჟიმი გასაგებია კაითალას რეჟიმი არ მოგწონს პუტინის რეჟიმი არ მოგწონს ტრამპის რეჟიმი მოგწონთ მე მაგალითად არ მომწონს მაგრამ ხალხმა ეპშტეინის ესე იგი ბინადრების ხო მაგრამ ხალხმა რა დააშევა იგივე ამერიკელები იგივე ირანელები იგივე რუსები ჩვეულებრივ ხარჯზეა ლაპარაკი არ შეიძლება სიძულვილის ხალხში განვითარება და დათესვა რომ ნახოთ ეხლა თბილისის ქუჩებში გაიაროთ მე ასეთი ასე იგი კაცთმოძულე ესე იგი ტექსტები არც ერთი ქალაქის კედლებზე მე არ წამიკითხავს აი ბოლო 10 წლების განმავლობაში რა რომ ესე იგი ჩვენი ახალგაზრდობა პრაქტიკულად გადააქციეს არ ვიცი რა სიძულვილის რაღაცა საწყაოდ მეწოდება მებრალება ჩემი ახალგაზრდობა ამის გამო მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ ეს სოროსისტული ორგანიზაციები ამას ქადაგებენ ეს ყველაფერი უკვე გადავიდა ძალიან პირადულში და უკვე გადავიდა ფაშიზმში და მე მცხვენია რომ დღეს ქართველი რომელიც თქვათ იგივე რუსეთში აქვს დისერტაცია დაცული და მისი ყველა ოჯახის წევრები თქვათ რუსეთით სარგებლობდნენ თავის დროზე და ტიტულები და ჩინები ჰქონდათ და კარიერა დღეს იბურთხება და იგინება რუსი ხალხის მიმართ თორე პუტინის რეჟიმი გასაგებია ეს უნდა გააკრიტიკოს ასე რომ ჩვენ არ უნდა შევტოკოთ აი ამ სიძულვილში მე მოვუწოდებ ჩემ ახალგაზრდობას რომ დარჩეს სიყვარულში დარჩეს ერთა პატივისცემაში და მივხედოთ ჩვენ სამშობლოს ეს სულიერ პლანში თუ ასე უნდა ვიყოთ მარტო ასე ვიყოთ მეტი არაფერი არ ვაკეთოთ ესე გულზე ხელი დავიკრიბოთ არა მივხედოთ ჩვენ სამშობლოს როგორ მივხედოთ მეგობრებო იცით როგორ აი ის რეფორმისტული ჩვენ მამულიშვილები ხშირად გამოვდივართ აი ამ რეფორმისტული წინადადებებით და ეკონომიკის კუთხით, საზოგადოებრივი მოწყობის კუთხით და ჩვენი ეს გადაცემები, რაც წმინდა ილიამ მართლის გზით, რაც მადლობა ბატონ დავის და გარბატონ ირმას მათი წყალობით, ემსახურება მხოლოდ აი ამ მიზანს, რომ რაღაცა რეფორმისტული ინოვაციური მიდგომები გავაჟღეროთ საზოგადოებისთვის და ეს ამ მიდგომებით მე საზოგადოება ისარგებლოს. მოეწონებათ, გაგვისწორონ ამაზეც ესე იგი მზადავართ რაღაცა კორექცია მოხდეს აი ამ ჩვენი ესე იგი ამ ინოვაციური შეთავაზებების არ არის პრობლემა, გახსნილები ვართ ყველა კონსულტაციის მიმართ და აი ესეთანაირად ესე იგი ჩავკიდოთ ესე იგი ერთმანეთს ხელი და ქვეყანა ვაშენოთ, მაგრამ როგორ ვაშენოთ? ქვეყანას როგორ ააშენებ თუ საკანონმდებლო რეფორმები არ გაატარე. და აი ეს რეფორმები იგივე სოფლის მეურნეობის წამოყენება ფეხზე, მცირე ბიზნესის წამოყენება ფეხზე, სუბუქი მრეწველობის განვითარება, მძიმე მრეწველობის განვითარება, ფარმაციის განვითარება, აი ამაში 1992 წლიდან ესე იგი აი ამ ფარმაციაში ვარ მე და ფარმაცევტი ვარ სპეციალობი და რა ვიცი ამ დარგის ყველა ტკივილი და პრობლემა. აი ეს გავაკეთოთ. ეს დარგები ფეხზე წამოვაყენოთ და თუ ამ დაქცეულ დარგებს და კანონმდებლობას ესე იგი გავასწორებთ ჩვენ და აი ამ კანონმდებლობით ჩვენ უმკურნალებთ ამ ქვეყანას, კარგი კანონები არის სწორედ ჯანმრთელი ესე იგი სახელმწიფოს საწინდარი, აი ეს არის მშენებლობა. აი ეს არის ქვეყნის მშენებლობა. დავეხმაროთ იგივე პარლამენტს, პარლამენტი არის პირველი ესე იგი ინსტანცია, რომელიც კანონის შემოქმედები უნდა იყვნენ ისინი და კანონის შემოქმედებით უნდა იყვნენ დაკავებული და არა ერთმანეთის ლანძღვაგინებით, ზემატყებით და რაღაცა იმ ჭიდაობებით, რაც ძიუდოთი რაც იმართება. რა ვიცი მე ძალიან მწუხარო ეს ძიუდო მაინც რო იყოს კანონთან დაკავშირებით, თქვათ, რო ჩხუბობდნენ, თქვათ, ბიზნესის
ან საგადასახადო რაღაცა კანონის მიღება არ მიღებასთან დაკავშირებით კიდე ვიტყოდი რომ რაღაცა მაგრამ ჩხუბობენ აი ესე რომ აი ეს მე ტანკისტი ვიყავი, შენ არ იყავი ტანკისტი, მე წმინდანი ვიყავი, შენ უწმინდური ხარ, აი ესეთ რაღაცეებზე და ესე იგი არაარსებით რაღაცეებს, თორე რაღაცა კანონების კუთხით რომ იყოს ჩხუბი, რომელიც ეხმარება ეკონომიკას, ბიზნესს, ეხმარება მაპატიეთ ეხმარება, ესე იგი, ქვეყნის მოწყობას, ამაზე კიდე დავხუჭავდით თვალებს. და ესეთნაირად, ესე იგი, პარლამენტის ეკონომიკური კომისია, იურიდიული კომისია, ეს ყველაფერი ჩართული უნდა იყოს. ჩვენ შემოგვაქვს ასეთი წინადადება, რომ შევქნათ საბჭო, საზოგადოებრივი საბჭო, სადაც შევლენ ქართველი მეწარმეები, ქართველი მამულიშვილები, ხელოვანები, მუსიკოსებიც, მხატვრებიც, პოეტებიც, მწერლებიც ჩვენ გვყავს ჯერჯერობით საზოგადოება, სანამ არ გავქცეულვათ ამ ქვეყნიდან, ხო? რომ ჩვენ ახალგაზრდობას მე გადავაბაროთ ჯანმრთელი ქვეყანა და ბიზნესმენები, ჩინოვნიკები, ყველანი რაღაც აი ამ საბჭოში ეს არა აუცილებელი რაღაცა ფორმალური გაერთიანება იყოს. იყოს არაფორმალური დროებითი გაერთიანება, რაღაცა დარბაზი იყოს. შემოვიდნენ პოლიტიკური პარტიის წევრები, ლიდერები, აქტივისტები, პატრიოტები, თითოეული ცალკეული ადამიანი და იყოს შემოთავაზებები. ის კი არა რომ ერთმანეთს რო დაუძახებენ ახლა ეთერში თქვენ გინახიათ რომ აი მოდით ერთობა გავაკეთოთ და მე ერთმანეთს ლანძღავენ და რაღაცა წარსულზე ლაპარაკობენ, მე ტანკისტი ვიყავი, შენ ის იყავი, მე წმინდანი ვიყავი და შენ ცოდვილი ვიყავი. ეს არ არის ერთობა. ერთობა ის არის, რომელიც რომ წარსულის გარჩევას კი არ დაიწყეს, არამედ დღეს რა ვქნათ და ხვალ რა გავაკეთოთ. აი ესეთი საბჭო, რომ დღეს რა ვქნათ და რითი დაუდგეთ ქვეყანას და ხვალ ესე იგი რა გავაკეთოთ. იმიტომ რომ როგორც კი ასეთი საბჭო დაიწყებს ლაპარაკს რომ შენ წარსულში ვინ იყავი, აგენტი იყავი თუ ის იყავი, რა ქვია, ანგელოზი, იმ წუთში დაიშლება ის საბჭო. აი თავიდანვე აპრიორი უნდა იყოს მიდგომა ის რომ დღეს და ხვალ სამშობლოს რა უშველოთ. და რა უნდა უშველოთ, სწორედ ეს კანონები, რომელიც დღეს არის და არ მუშაობს და ადამიანზე არ მუშაობს, კოლექტივზე არ მუშაობს, საზოგადოებაზე არ მუშაობს, დარგზე არ მუშაობს, ხო? რამდენი დარგია დღეს აქცეული, იმის გამო რომ კანონები არ ვარგა. აი სწორედ ეს კანონმშენებლობა უნდა, კანონშემოქმედებითი მუშაობა უნდა გავაჩაღოთ ქვეყანაში. აი ესეთი შესავალი მეგობრებო, რა ვიცი ხა აი ცოტა ყველა ემოციურად ვართ განწყობილი, უყურებთ ამ YouTube-ზე აი ამ რაკეტების სროლას აქეთ-იქით. ზოგი იმას ბალეშიკობს, ზოგი ამას ბალეშიკობს, მაგრამ არ არის მეგობრებო ეს მიდგომა სწორი, ჩვენ არავის არ უნდა უგულშემატკივროთ. ჩვენ უნდა მივტიალდეთ ჩვენი სამშობლოსკენ. ჩვენ უნდა უგულშემატკივროთ ჩვენ საქართველოს და მე ასე ვფიქრობ, რომ ასეც მოხდება, ჩვენი ხალხი სიბრძნეს გამოიჩენს და ჩვენი საყვარელი ახალგაზრდობა, ჩვენი შვილები, ჩვენი ის თვალებხატულა გოგო ბიჭები, რომლებიც სულ პატარა ციცქნები იყვნენ, ჩვენ როდესაც ახალგაზრდები ვიყავით, დღეს უკვე ისინი მომწიფთენ, მამაკაცები გახდნენ, ზოგს აურიეს ტვინი და თქვათ მიტინგზე დარბის და იქ აგურებს ისვრის და მოლოტოვის კოქტეილებს სამწუხაროდ, ზოგი საერთოდ დაღუპეს პიროვნულად აი ამ სოროსისტულმა ორგანიზაციებმა და ნარკოტიკებზე დასვეს და გარყვნილების მორებში და იმებში შეკეტეს, რა ქვია იმას, სტრიპტიზ ბარებში და კლუბებში შაკეტეს. აი სწორედ აი ამ ახალგაზრდობის გასაგონად, რომ გადარჩენ ჩვენი შვილები, რომ თაობები გაერთიანდეს, ჩვენ გვერდზე დადგნენ, ჩვენი შვილები ჩვენ გვერდზე დადგნენ და ყველა მოიხედოთ სამშობლოსკენ და არა ევროპისკენ, არა ამერიკისკენ, არა ჩინეთისკენ, არა რუსეთისკენ. ორიენტაცია გავაკეთეთ აქეთკენ. კარგად ხედავთ, რომ ვერანაირი ძალა ვერ გვიშველის, ნატო პრაქტიკულად დაშლია უკვე de facto, ხო? როგორ დაუდგენთ, კარგად იცით, ესე იგი ამერიკას გვერდში ინგლისელები, უკვე ეს მთელმა მსოფლიომ იცის, პრაქტიკულად ყველა შეშინდა, ყველა უკან დაიხია და ის სტატია, რომელიც უნდა ამუშავებულიყო და რა ვიცი, ყველას ამერიკის უცხარი უნდა დაეჭირა, გერმანიას, საფრანგეთს და ინგლისს და სხვა ქვეყნებს, აი ყველანი ესე იგი დუმილით უყურებენ, ესე იგი ამერიკული ბაზების ამოწვას და ამოქოლვას. ასე რომ ნატო დღეს აღარ არსებობს. ასევე ევროპაც de facto დაშლილია. ამიტომ სად მიდიხართ მეგობრებო? მივხედოთ სამშობლოს. გავანებოთ თავი გარეთ ყურებას. ბატონო გიგა რა სიტყვით, ძალიან დიდი შესავალი მომივიდა, მაგრამ გამარჯობათ მეგობრებო. აგერ გიორგი მილაპარაკა მიმოხილვა გააკეთა
დღევანდელ დღეს იმ საჭირო ურთო საკითხებზე რაც ხდება დღეს საქართველოში და მსოფლიოში. მართლა ისეთი დრო მოვიდა, რომ გათვლას ვეღარ გააკეთებ ადამიანი რა ხვალინდელი დღისას. როგორც ქვეყნის ამბავში და როგორც ოჯახის ამბავში უკვე მაგდონეზეც არის დასული, იმიტომ რომ დღეს მაგალითად რაღაცა რო გინდა რომ გააკეთო შენი ოჯახისთვის, ხო, ისეთი დრო მოდის ხოლმე მეორე დღეს, მესამე დღეს ისე იცვლება ხოლმე რაღაცეები, რომ უკვე აზრი არ აქვს იმის გაკეთებას. იმიტომ რომ ბევრი რაღაცეები მაგალითად იმის გაკეთებისთვის არ არის მზად, ის რომ გააკეთებ, გადაყრილი იქნება ის დრო და ჩაყრილი იქნება ეს შენი შრომაც წყალში. ამიტომ დღეს მოვიდა ერთი ისეთი კარგი რაღაცა და მე მგონი უფრო დაგვანახა ჩვენ ყველა ჩვენთაგანს, რომ ერთადერთი შანსი რაც გიორგი მილაპარაკა და მეც იმას ვიტყვი, რომ ერთადერთი შანსი ჩვენი გადარჩენის, ქართველების გადარჩენის ეს არის სიყვარული და ერთმანეთთან შერიგება. მე ამას ვეუბნები როგორც მთავრობას და მე პირდაპირ ვამბობ კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ ის ძალიან დიდი სიძულვილი, რომელიც წარმოშვებულია და წარმოქმნილი არის ახალგაზრდობაში, ძველგაზრდობაში, ადამიანებს შორის არის, რომელიც მას დაყოს საზოგადოება, კი არ გაერთიანა დაყოს საზოგადოება, ეს არის ძალიან დიდი დამსახურება ჩვენი მთავრობის. იმიტომ რომ მთავრობა ზუსტად ისეთივე ენით ლაპარაკობს, როგორი ენითაც ლაპარაკობს მაგალითად ის ოპოზიცია ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ ჩემთვის ისინი ოპოზიციას არ წარმოადგენენ, როგორი ენითაც ისინი ლაპარაკობენ და ზუსტად ამ ლაპარაკში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ არის ცუდი, ვინ არის კარგი, ვის უფრო მეტი გაუკეთებია, ვის უფრო მეტი უბრძოლია. ამაზე ერთმანეთს იბრძოლიან, შენ უფრო მეტი ცუდი გაკეთებული, შენ უფრო ნაკლები კარგი გაკეთებული და მიდის ამაზე ლაპარაკი, მიდის ამაზე პოლემიკა და ჩვენ ნელა-ნელა ქვეყანასაც ვკარგავთ. ხალხიც გაედინება ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ ხალხს უკვე ამათ ლაპარაკში და ამათ ბრძოლაში, ასე სიტყვიერ ბრძოლაში, ხალხი ხედავს, რომ პერსპექტივა მათ არაფერი გააჩნიათ. მე ლაპარაკობ ჩვენ ახალგაზრდებზე, რომლებიც აი მე პირდაპირ ვიტყვი რა, რომ სიმართლეს უნდა შევხედოთ პირდაპირ თვალებში. რომ ადამიანები დღესდღეობით ეხა მე რატო ლაპარაკობ ამას პირველ რიგში, იმიტომ ლაპარაკობ, რომ ამ ახალგაზრდებთან მე მაქვს ურთიერთობა, ბევრთან მაქვს ძალიან ურთიერთობა. ჩემი შვილებიც აგერ პატარები არიან, ერთი სკოლაში სწავლობს, მეორე წელს ჩააბარა. და აი ამ ბავშვებს რო უყურებ, სულ ამათთან მაქვს ხოლმე დისკუსიაც, ლაპარაკიც, რომ აი რა გინდა რომ გამოხვიდე. ბავშვები ვერ ხედავენ აქაურობაში, აი ამ ქვეყანაში ვერ ხედავენ იმ საყრდენს, რა საყრდენსაც უნდა დაეწყო. მათ წარმოუდგენიათ მაგალითად, რომ საზღვარგარეთ აი შეიძლება უფრო განვითარდე, უფრო კარგად იყო, უფრო, იმიტომ რომ ისინი რას ხედავენ საზღვარგარეთისთან. ხედავენ იმას, რომ იქ არის რა, მაგარ კარგ მანქანას უშვებენ მაგალითად. ტანსაცმელი მაგალითად, კარგ ტანსაცმელს კერავენ. და ჩვენთან რა ხდება? აი ესენი ამით უფრო აფასებენ, აი მაგალითად, რომ ვითომ სასმელი კოკა-კოლა ყველაზე კარგი სასმელია. დღესაც ესე ფიქრობენ, იმიტომ რომ იმაზე რეკლამირებას უკეთებენ. და კიდე რას კი შემოდის საქართველოში, ქართული არაფერი არ არის. და ჩვენ რა არ შეგვიძლია რომ ქართული ნაწარმოების, აწარმო და ქართული პროდუქცია გამოუშვათ. ჩვენ ხო ვიცით რომ საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე ინდუსტრიული რესპუბლიკა თელს საბჭოთა კავშირში. საქართველოში უშვებდნენ როგორც თვითმფრინავებს, ისევე უშვებდნენ ტრაქტორებს, უშვებდნენ სოფლის მეურნეობის ძალიან ბევრ პროდუქტს. უშვებდნენ საქართველო თავისით აკმაყოფილებდა რძით, საქართველო თავისით ხორცით, ყველაფრით, საქართველო თავის თავს აკმაყოფილებდა. უზარმაზარი რაოდენობით ჩაი მოდიოდა, უზარმაზარი რაოდენობით ყურძენი მოდიოდა, რომელსაც ჰქონდა თავისი ბაზარი და საღდებოდა. და საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რესპუბლიკა მთელ საბჭოთა კავშირში. ყველაზე მდიდარი ხალხი, ყველაზე დიდი რაოდენობით მდიდარი ხალხი ცხოვრობდა საქართველოში. და აი ეს პერსპექტივა ჩვენ ნელა-ნელა დაუკარგეთ საქართველოს და დღესდღეობით საქართველოზე ლაპარაკობს სულ ყველა ის ახალგაზრდობათ, რომ თურმე ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია. არა და შეგვიძლია. ბევრი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, ისეთის, რომელსაც მართლა ბარეორი ვერ გააკეთებს. მაგრამ ამის ნება უნდა იყოს. მე მიმართავ აგერ მთავრობას, პირდაპირ მიმართავ და ვეუბნები კიდეც და ყოველთვის ამას ვიზახდი, რომ საქართველო არ შეიძლება რომ იყოს მარტო ტურისტული ქვეყანა. იმიტომ რომ ტურიზმი საქართველოში ეხლა
განვითარებული იყო, აგერ ყველას კარგად გვახსოვს ის კომუნისტების დროს, მაგალითად, ჩემ ბავშვობაში 10,000-ობით და მილიონობით ტურისტი შემოდიოდა, ტურბაზები იყო გახსნილი, სასტუმროები იყო გახსნილი. პიონერთა ბანაკები იყო გახსნილი საერთაშორისო, სადაც ჩამოდიოდნენ როგორც უცხოეთიდან, საბჭოთა კავშირის ყველა წერტილიდან. იმაზე მეტი ტურისტი თუ არა, ნაკლები არ ჩამოდიოდა საქართველოში. მაგრამ საქართველო იყო ინდუსტრიულადაც განვითარებული. ზუსტად ის სოფლის მეურნეობა რო იყო საქართველოში განვითარებული, იმიტომ იყო რომ ის ადამიანები რო ჩამოდიოდნენ, შემოსავალიც უფრო მეტი რჩებოდა რესპუბლიკას. იმიტომ რჩებოდა რომ ისინი ფულს ხარჯავდნენ და აკაურ საჭმელ, გლეხის საჭმელს ყიდულობდნენ. აი ამაზე უბრალოდ ყურადღება არ არის მიქცეული რა. ამაზე არავინ არ ლაპარაკობს, მიდის უბრალოდ ერთი მშენებლობის ბუმი. და ეს მშენებლობის ბუმი საქართველოში რამე პროდუქციას ქმნის? ეს ხო ერთჯერადია, გაიყიდება სახლი, ერთჯერადად ვიღაცა გამდიდრდება და ქვეყანას არაფერი არ აქვს. ქვეყანა ისევ რჩება ისე, როგორც იყო მანამდე. ისევ გაიყიდება სახლი, ქვეყანა ისევ რჩება ისე, როგორც იყო მანამდე, მაგრამ ის რომ ყოველწლიურად პროდუქციას ქმნიდეს, აი ესეთი საწარმოები ჩვენ თითქმის არ აქვს. და ესეთი საწარმოების შექმნა შეიძლება, იმიტომ რომ დღესდღეობით საქართველო არის კიდევ ვიტყვი და კიდევ ვამბობ, რომ საქართველოში კიდე არის ის პოტენციალი იმ ადამიანებისგან შესაქმნელი, რომელიც დღესდღეობით საქართველოს გააძლიერებს ბევრად უფრო, ვიდრე დღესდღეობით ტურისტული ქვეყანა გააძლიერებდა. კიდე რა არის, იცით მეგობრებო, ყველაზე ცუდი რა, დამოკიდებულება რა არის, რომ ჩვენ მაგალითად აგერ ახლა მე უსმენ ხოლმე საერთოდ მთავრობის გამოსვლებსაც და თვითონ რას აკეთებენ და ჩვენი მთავრობა შეხვდა ბიზნესმენებს. და ბიზნესმენებთან დიალოგით მათ თურმე გაარკვიეს ის, რომ რა ჭირდება საქართველოს. ესე იგი ეკონომიურად რა არის საჭირო, რა სპეციალობებია ეკონომიურად საჭირო, რომ საქართველოს განვითარებას შეუწყოს ხელი. აი ბიზნესმენთან, მშენებლობის ბიზნესმენთან რომ მიხვა მშენებლობაზე, რომელიც მონაწილეობს. ან ადამიანი, რომელიც მაგალითად კოკა-კოლას უშვებს. იმას რო შეეკითხები, ის რას გეტყვის? ის გეტყვის თავის სპეციალობაში რა აქვს პრობლემა? რა სპეციალისტი აკლია ახლა მშენებლობის სპეციალისტს რო კითხავ, რომ იცი რა შენ რა გჭირდება მაგალითად ბიზნესი, რომ ის ეტყვის, რომ იცი რა მე მჭირდება მაგალითად კარგი მლესავი. მე მჭირდება მაგალითად კარგი, რა ქვია, ავტო, ისე რა ქვია, კრანის მართველი, რომელიც მართავს. მაგრამ ის არასოდეს არ გეტყვის, რომ მე მაგალითად მჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც რაღაცა ნოვაციას შექმნის, რომელიც რაღაცას გამოიგონებს. თუ გინდათ ის სოფლის მეურნეობაში რომ გამოიგონოს ადამიანმა ნორმალური, კარგი სასუქი, რომელიც საქართველოში ყოველთვის იყო. თუ გინდათ ის რომ საქართველოს ხო ვიცით ჩვენ ძალიან კარგი სპეციალისტები რატო ყავდა, იმიტომ რომ იყო ის კვლევითი ინსტიტუტები, რომელიც აი ამ საქართველოში ის კვლევები, რომელიც მიდიოდა, მე ეს კვლევები მთელ საბჭოთა კავშირში და მთელს ევროპაშიც გადიოდა. ყველამ კარგად ვიცით, რომ აი ამ პატარა საქართველოში აი სატრაბახოთაც იყო მაშინ თავის დროზე და ეხლაც შეიძლება ამით ვიტრაბახოთ, რომ ქართველებს მარტო ღვინოკი არ შეგვიქმნია. ქონდა ჩვენ ქართული ხორბალი, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არის. ჩვენ გვყავს ქართული ფუტკარი, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არის. ეს თვითონ ამტკიცებენ ამას. ჩვენ გვყავს თუშური ცხვარი. ჩვენ გვყავს კახური ღორი, რომელიც ძალიან ადვილი შესანახია. ეს არის ქართული ჯიშები. ჩვენ გვყავს აგრეთვე ქართული ძროხის ჯიშები, რომელიც ქართველმა სპეციალისტებმა შექმნეს, გამოიყვანეს. მაგრამ ჩვენ აქეთკენ აღარ მივდივართ. ეს ყველაფერი თანაც იყო ადაპტირებული ზუსტად იმ გარემო პირობებთან, იმ თიან პირობებთან, რომელიც საქართველოში უხვად არის. ზუსტად ამაზე აქ ლაპარაკი და ჩვენ ეს ყველაფერი მოვსპეთ, გავანადგურეთ, მთას აღარ აგავს, იმიტომ რომ ხალხი საერთოდ აღარ არის. ბარი ბარს აღარ გაგავს, იმიტომ რომ ბარი მთლიანად დაუმუშავებელია და საქართველოში უბრალოდ გასაჩერებელი ადგილიც არ არის. და ვეკითხებით ხო სპეციალისტები, რომელი გვინდა გეუბნებით აგერ მთავრობას მივმართავ. აბა მითხარით ერთი მთავრობამ მიწათ მოწყობის ინსტიტუტი რო იყო და მიწათ მომწყობები რო იყვნენ.
ისინი მიწას კი არ აწყობენ, ისინი მიწის მკვლევარები იყვნენ, მიწას იკვლევდნენ და სად რა პროდუქტი მოდიოდა, კარგად ზუსტად ამას იკვლევდნენ. ჩვენ გვყავს საქართველოში დღეს, რომ სოფლის მეურნეობა განავითაროთ. ჩვენ გვყავს მაგალითად მელიორატორები, ან ინსტიტუტი, რომელიც იყო და რომელიც გაქრა, რომელიც გაიყიდა. მელიორაციის ინსტიტუტი და დღესდღეობით რომ არ არსებობს. დღეს ყავს ჩვენ მელიორატორები, რომ აი ის სარწყავი არხები აღადგინოს, რომელიც მთელ შირაქის ველებიდან დაწყებული ყველაფერს რო რწყავდა და ძალიან დიდი მოსავალი მოყავდა. ჩვენ ხო ესენი აღარ აგვყავს. ჩვენ ხო აგრონომები აღარ აგვყავს. დღესდღეობით რომელმაც უნდა შეისწავლონ რა მოსავალი, როგორ რანაირად უნდა მოიყვანონ. ჩვენ ხო აგრონომი როგორც სპეციალისტები თითქმის ამოვწყვიტეთ და გავაკრეთ. ამას ხო ყველაფერი ჭირდება. ამას ხო სწავლა ჭირდება, ამას ხო ადამიანის მომზადება ჭირდება. ამისთან ახალს ჩვენ არ ვეძებთ, ამაზე ჩვენ არავის არ ვეკითხებით. და ხდება ის, რომ საქართველოს თავის ფუნქციას ნელა-ნელა კარგავს. ის საქართველოს რითიც იყო ძლიერი, იმით ძლიერი აღარ არის. ზუსტად ეს არის ჩვენი ახალგაზრდობისთვის ყველაზე ცუდი, რომ ამ ახალგაზრდებს ჩვენ აი ამას არ ვასწავლით. იმას არ ვასწავლის, რომელიც ყველაზე მეტად საჭირო არის ქვეყნისთვის. და იმათმაც ის ფუნქცია დაკარგეს მოვამზადეთ ათასობით იურისტი, რომელიც არ გვჭირდება. არ გვჭირდება, იმიტომ რომ ამდენი იურისტი სად უნდა დავასაქმოთ. მოვამზადეთ ათასობით ბიზნესმენი და ბიზნესმენი რა ბიზნესია აქ ლაპარაკი. ბიზნესი არის საქართველოში აბსოლუტურად განუვითარებელი. ბიზნეს ვეძახი ჩვენ იყიდე გაყიდე, ხო? თორე ჩვენსას არაფერს არ ვქნით. ჩვენსას არაფერს არ ვაწარმოებთ. და ზუსტად ეს არის ამ ბავშვებმა და ამ სპეციალისტებმა, რომელსაც ჩვენი ინსტიტუტები ამზადებენ, თავიანთი ადგილი აქ ვერ იპოვეს, ამიტომ აქედან მიდიან. აი ეს არის ჩვენი ტრაგედია. ეს არის ჩვენი ძალიან დიდი უბედურება, რომელსაც უნდა აუცილებლად უნდა კომპლექსურად გადაწყვეტა. აი ეს მინდოდა მეთქვა, მეგობრებო, და კიდე ერთ რაღაცას დავამატებ, რომ ჩვენ პირველ რიგში ერთმანეთის ფასი უნდა ვისწავლოთ რა. ერთმანეთი უნდა შევაფასოთ არა ცუდი კუთხით, არამედ კარგი კუთხით. ყველას აგვაქვს რაღაცა ცუდი, მაგრამ რაღაცა კარგი ყველას გაგვაჩნია. და ზუსტად ამ კარგში უნდა დავინახოთ ის ადამიანი, რომელსაც ჩვენი უფალი, ჩვენი იესო ქრისტე ხედავდა ჩვენში. ყველა ადამიანში არის ის სიკეთე და ის სილამაზე, რომელიც ადამიანი უბრალოდ რისთვისაც ადამიანი ღმერთმა შექმნა. ამიტომ მოდით რა, ჯერ ერთმანეთის ყურის დაგდება უნდა ვისწავლოთ და მე ერთმანეთი შევიყვაროთ ხალხო. ერთმანეთს ხელი გაუწოდოთ და ერთმანეთს ჩავეხუტოთ რა. მოვეფეროთ და ერთი რაღაცა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ერთმანეთის გარეშე არ ვივარგებთ. და მე მგონი ას ვარგი ვართ, ხო? თქვენ როგორ ფიქრობთ, აბა, დაფიქრდით. ვარგი ვართ ერთმანეთის გარეშე. ვარგი ვართ აი ესეთი ლაპარაკით, ესეთი ქცევით, ესეთი ცხოვრების წესით, როგორი ცხოვრების წესითაც ჩვენ ცხოვრობთ. აი ეს არის რა, მეგობრებო, რა ვიცი, ეს მინდოდა მოკლედ მეთქვა, ნუ მე კიდე ვიტყვი რაღაცას. მადლობა. ბატონ გიგა, ნამდვილად ესე იგი ჩვენი ესე იგი ძალისხმევის და მთელი საზოგადოების ძალისხმევის ესე იგი 90% უნდა წაერიმართოს აი შინაური საქმეების კეთებისკენ. და რაღაცნაირად უნდა მოვიზღუდოთ ჩვენ თავი, რომ ჩვენი ქვეყანა არ შევიდეს არც ერთ სამხედრო გაერთიანებაში, არც ერთ სამხედრო ბლოკში. ჩვენ ვხედავთ, რომ რამხელა საშიშროებები აქვს იმ პატარა ერებს, იმ პატარა ქვეყნებს, რომლებიც რაღაცნაირი ხელშეკრულებებით ესე იგი დაკავშირდებიან დიდ იმპერიებთან, დიდ სამხედრო ბლოკებთან და შემდეგ ასე ვთქვათ შარში ეხვევიან. აი ზუსტად აზერბაიჯანის მაგალითი ბატონ გიგა, აი ბედზე გადარჩა ესე იგი აზერბაიჯანი, ალბათ გადარჩება თუ არა ამ ომის ფონზე, ირანი, ამერიკის ომის ფონზე ჩვენ კიდევ არ ვიცით, მაგრამ პრაქტიკულად იქ იყო მცდელობა, რომ ამერიკის მიერ გაკეთებული იყო ის ბაზები, რომელთაც მერე დაარტყავდნენ და დაშლიდნენ ესე იგი ირანს და მეტნაკლებად რაღაცნაირად ვერ მოასწრეს ისედნაირად გაკეთება, რომ ირანს იქ რაღაცები დაებომბა სერიოზული. ასე რომ გადარჩა მაინც აზერბაიჯანი. და სომხეთშიც პრაქტიკულად ვერ მოასწრეს. ეხლა ხო იყვნენ ჩასულები ამერიკელები და პრაქტიკულად იქაც იყო მცდელობა, იმიტომ რომ სიტუაციები და მოვლენები ისე
განვითარდა, რომ დაიწყო უკვე ირანთან ომი და ეს სომხეთში ვერ მოიწყვეს იქ ბუდე, რომ რაღაცა სამხედრო დაწესებულები აეშენებინათ და ისეთნაირად გაემაგრებინათ, გადაექციათ, ესე იგი, სამხედრო ბასტიონად სომხეთი და აზერბაიჯანი, როგორც უკრაინა გადააქციეს სამხედრო ბასტიონად, რომ დაერწყათ შემდეგ თქვათ მეზობელი ქვეყნისთვის. ასე რომ გადარჩენ, მე მგონია ეგენი ჩვენ ძალიან გული შეგვივა, მათზე, იმიტომ რომ რამ გაყოლით ჩვენი საზღვარი ხო პრაქტიკულად ერთი ქვის გადაგდების მანძილზე ვარ დაშორებული ერთმანეთთან. კიდევ როგორ ჩაივლის ეს ომი და დაარტყამენ თუ არა იქ რაღაცა ობიექტებს მე არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად დიდი საშიშროების ქვეშ ვართ იმის გამო რომ ესე იგი არ შეიძლება დღეს რაღაცა ფარული ტვირთების, სამხედრო ტვირთების მიღება კიდე ღამით, კიდე დღისით, რომ შემდგომ ეს ტვირთები გადასროლილი იქნას რაღაცა საომარი მოქმედებებისკენ. იმიტომ რომ ამას უკვე მოყვება დარტყმა, არაფერი არ არის დამალული და ამით ქვეყანა და ერი გაიწირება. ეს არის დანაშაული ხალხის მიმართ, რომ ხალხის ზურს უკან არ შეიძლება არავითარი სამხედრო მოქმედებები, სამხედრო მიღება, გაცილებები, ტვირთების და რაღაცა ფარული ალიანსების გაკეთება და ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ერმა, ჩვენმა ახალგაზრდობამ, ჩვენმა ძველგაზრდობამ უნდა გაიაზროს ერთი რამ, რომ არავითარ სამხედრო ალიანსებში არ უნდა შევიდეთ, იმიტომ რომ ეს ძალიან ცუდად მთავრდება, ჩვენ პატარა ერი ვარ და ესე იგი 1 საათში შეიძლება გააქრონ ჩვენაერი ერები აი ამ სამხედრო ტექნოლოგიებით. ეს დღეს არ ჭირს ერთი რაკეტაა, უკვე საკმარისი რომ მთელი ერთი ქალაქი გადაიბუროს და კიდევ ხედავთ რომ სულ არ არის საჭირო რომ ბირთვული იარაღი გამოიყენო, შეიძლება გესკ მოარტყა, აი ეს გესები, ეს ყბადაღებული გესების მშენებლობა, რომელიც კიდე კაი რომ ნამახვანში რაღაცნაირად შეჩერდა ეს გესი, იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს ქუთაისის წამლეკავი რაღაცა წყალსაცავი გაკეთდებოდა ქუთაის ზევით, სულ რამოდენიმე კილომეტრში. ანუ უკვე ვხედავთ რომ აი ამ გესების აშენება ესე უპრაკონოდ და ესე ასეთი დიდი მასშტაბებით უკვე აღარ შეიძლება მოწყვლადია იმის გამო რომ სეისმო ესე იგი აქტიურ ზონაში ვცხოვრობ და იმის გამო რომ სამხედრო აქტიურ ზონაშიც ვცხოვრობ, ხო? პრაქტიკულად ესე იგი საიდან წამოვა რაკეტები არ ვიცით. ამიტომ ასეთი დიდი ობიექტების ესე იგი მშენებლობა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ყოველ შემთხვევაში ნორმალურმა ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს. აუცილებლად. ასე რომ ესე იგი შინაურ საქმეებს უნდა მივხედოთ და რა თქმა უნდა ახლა ადამიანი იზოლირებული არ არის საზოგადოებისგან და არც მსოფლიო თანამეგობრობისგან ქვეყანა ვერ იქნება იზოლირებული და რაღაცა გავლენები აუცილებლად იქნება, მაგრამ ეს გავლენები არ უნდა იყოს ისეთი ქვეყანაზე რომ ჩვენ ხელფეხშეკრული აღმოჩნდეთ და ჩვენ გამოგვიყენონ, აი როგორც ახლა უნდათ ხო ევროპელებს და ამერიკელებს პრაქტიკულად საქართველოს გამოიყენებინათ რა ხელკეტად ვის წინააღმდეგ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ვინდა გატყდებოდა საქართველოს გატყდებოდა რა დაგემართა 2008 წელს კარგად ვიცით ხო და ეხლა გადავრჩით აი რაღაცა ზეგარდმოს შეწევნით გადავრჩით რომ დღეს თბილისის ადგილზე არ არის ძალიან დიდი ორმო მცხეთის ადგილზე არ არის დიდი ორმო და ქუთაისის ადგილზე არ არის დიდი ორმო რაღაცა კრატერი თორე პრაქტიკულად გადავიგვებოდით უკრაინასავით მაგრამ აი ამ ლიბერალური ორგანიზაციებისთვის არ დარჩა ეს გაკვეთილად, ესე იგი 2008 წელს რომ შევაწყდით ამ რუსეთის იმპერიას, ეს ზოგისთვის ესე იგი არ ეყოთ ესა და პრაქტიკულად უნდათ ესე იგი once more ხო, გამეორება ისევ ესე იგი აი ამ შეჯახების, მაგრამ ვინ დაზარალდებოდა? კი, მოვხანდით გულს ამერიკის პოლიტელიტას, ევროპის პოლიტელიტას გულს მოვხანდით ბედნიერები იქნებოდნენ, მაგრამ განვადგურდებოდით ჩვენ. ეს 2x2 4-ია და რა ვიცი, ამას მე მგონია დამტკიცება აღარ ჭირდება აქსიომა და ასე რომ მივხედოთ ჩვენ საქმეებს, აი მეგობრებო, ჩვენ ამას ვიტყვით, რომ მამულიშვილები ჩვენი საზოგადოება ხშირად გამოდის ხოლმე ტელეეკრანებზე და გადაცემებსაც აკეთებს და განცხადებებსაც და სტატიებსაც აქვეყნებს და ჩვენი საზოგადო მოღვაწეობის 80% მაინც ეძღვნება აი ამ რეფორმისტულ ინოვაციების გაჟღერებას ეკონომიკაში საზოგადო მოწყობის კუთხით ბევრი გადაცემები გვაქვს ძალიან ესე იგი ჩაწერილი რომელიც მიეძღვნა საგადასახადო რეფორმებს, ეკონომიკურ რეფორმებს, მცირე ბიზნესის ფეხზე დაყენებას. დაახლოებით 20% არის ხოლმე ეს საერთაშორისო მიმოხილვა
ეს რაღაცნაირად ვარს ვიხდით, რომ ჩვენც თლათ ეს იგი არ ჩამორჩეთ ან მოვლენებს, ჩვენ ყავთ ჩვენი მაყურებელი და მაყურებლებს ნამდვილად ვერ ვათქმევინებთ იმას, რომ რაღაცა ჩვენი აზრის გამოთქმის გვეშინია ან რაღაცა ჩვენი პოზიცია არ აქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან სწორი პოზიცია, მე ასე ვფიქრობ, რომ უნდა ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუთნოდეს და მოვაშვათ იმპერიებს და იმპერიებთან ესე იგი თამაშს და ესე იგი ტანგოს ცეკვას, იმიტომ რომ ეს ძალიან ძვირად უჯდება პატარა ერებს. მეგობრებო, აი ძალიან საინტერესო ბოლო 5 წუთი მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი ინიციატივები საგადასახადოს კუთხით. ჩვენ გავაკეთეთ მიმოხილვა, შევისწავლეთ სხვადასხვა მოწინავე ქვეყნების საგადასახადო განაკვეთები და მე მინდა აი ამ მომენტისთვის თქვენი ყურადღება შევაჩერო DRG როგორ არის, ესე იგი სხვადასხვა ქვეყნების საგადასახადო სისტემებში ჩართული VAT tax ხო, აი VAT, თქვენ რა აკრიფოთ ინტერნეტში მე ახალგაზრდების კუთხით რომ ვისფრობენ აი ამ ინტერნეტ Google-ს და სხვა ესე იგი engine-ებს, აი VAT აკრიფონ და ნახონ, გადაამოწმონ, სწორს ვამბობ თუ არა, იქნება ვატყუებთ და არასწორს ვამბობთ. რა როლს თამაშობს ეს DRG, რომელიც ესე იგი ერიცხება შექმნილ პროდუქტს და პრაქტიკულად არის ეს გადასახადის სახე, რომდანაც სახელმწიფოს ბიუჯეტში შედის თანხები და აძვირებს პროდუქტს. ნუ ეს აქ ჯობს ორი ბოლო აქვს, პლუსი და მინუსი, ისე იგი რაღაცა ბალანსი საჭიროა რომ დავიცვათ, ისე იგი რა თქმა უნდა გადასახმარებლობა უნდა იარსებობს, ბიუჯეტში უნდა შევიდეს ეკონომიკური მოღვაწეობიდან გადასახადი, მაგრამ არ უნდა იყოს ისეთი მძიმე, რომ საერთოდ ჩაიშალოს წარმოება და წარმოება ფეხზე ვერ დადგეს და მომსახურეობა და ვთქვათ პროდუქტი ძალიან გაძვირდეს. აი მე გეტყვით, ესე იგი ჩვენი ეს გადაღებული 18%, რომელიც დღემდე აი ანადგურებს დამოკლეს מחვილივით არის ესე იგი საქართველოს ეკონომიკის თავზე აღმართული ეს 18%, რომელიც ძალიან აძვირებს სამამულო ნაწარმს და ესე იგი პრაქტიკულად არაკონკურენტულადნი არიან სხდის ჩვენ პროდუქციას იმპორტთან დაკავშირებით. მით უმეტეს რომ საზღვარზე ეს იმპორტი შემოდის ძალიან დიდი დაბეგვრით, ძალიან პატარა დაბეგვრითა და დემპინგური ფასებით ესე იგი უწევს კონკურენციას ჩვენ ადგილობრივ წარმოებას. აი ნახოთ განვითარებული ქვეყნები, აი აზიის განვითარებული ქვეყნები, DRG როგორ 18% ჩვენთან არის, ეს დავიმახსოვროთ, ხო? ეს 18% ნაჯახივით ასე დიდი განაკვეთი და ნახოთ აზიის განვითარებული ქვეყნები. მე ხას უსვავ განვითარებული ქვეყნები. რამდენი არის DRG ავსტრალიაში 10%, მალაიზიაში 10%, სამხრეთ კორეაში 10%, ტაილანდში 7%-ია DRG, სინგაპურში 7%-ია DRG. ესე იგი აღმოჩნდა რომ ეს 7%, 10%-ია ეს სწორედ ის არის, რომელიც წარმოებულ ერებს აძლევს საშუალებას, რომ განავითაროს წარმოება და ეს არ არის დიდი ტვირთი აი ამ საგადასახადო კუთხით. ტაივანში, ესე იგი ტაილანდში ხო იყო 7%, ტაივანში 5%. იაპონიაში აბა გამოიცანით რამდენი პროცენტია? 18-ია? არა, მას რამდენია? 5%. აი იაპონიაში რო იყოს და აი ამ ქვეყნებში მე რომელიც აზიის სამგანვითარებულ ქვეყნებში მე რო ჩამოთვალე რომ იყოს ეს პროცენტები 18 ხო? მათი წარმოება უბრალოდ არ განვითარდებოდა ბატონიკა და აი ასეთი. 13 უზარმაზარი. ეხლა მე გეტყვით კიდევ, აი ჰონგ-კონგში რამდენი არის და ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენი არის VAT DRG, რომელიც ასე აძვირებს შექმნილ პროდუქტს. განავითარებელ 0%. აი ამერიკა არის წარმოებელი ერი და 0% აქვს რა. VAT პრაქტიკულად არ არის. ჰონგ-კონგში პრაქტიკულად არ არის. ეხლა ჩვენ თავაზობთ 0 თუ არ იქნება 18-დან 0-ზე გადახტომა ცოტა ძნელია, მაგრამ 10% მაინც იყოს როგორც ავსტრალიაშია, მალაიზიაშია, სამხრეთ კორეაშია. აი 7 და 5 თუ არა ხო, იაპონიას თუ ვერ ვერდრებთ და ტაილანდს შევამციროთ 10%-მდე მაინც თუ გვინდა რომ გვაქვს პრეტენზია რომ გავხდეთ მწარმოებელი ერები. ეხლა ნახოთ ევროპაში ორი ქვეყანა გამოარჩიეთ, რომელიც ასე თქვათ ბოსნია, რომელსაც აქვს DRG 10%, არის მაგალითი ხო გვინდა ევროპაში შესვლა. ბოსნია არის ევროპული ქვეყანა და 10%-ია, ასე რომ არის პრეცედენტი ამის. და შვეიცარიაში არის 8%
შვეიცარია საკმაოდ კარგი მაგალითი არის, წარმოებელი ერია მეგობრებო, მანქანა მშენებლობა ძალიან ძლიერად არის განვითარებული, იგივე ეს კომპიუტერები, იგივე ეს ტექნოლოგია, ტევადი ჩარხები და ანადგარები და სხვა 8%. შვეიცარიაში არის 8%, ბოსნიაში 10%. ეხლა მინდოდა მე თქვა თქვენთვის განვითარებადი ქვეყნები, აზიის განვითარებადი, რომლებიც ესე იგი ჩვენ ესე იგი ჯობიან მაგკუთხით. კამბოჯაში დღგ არის 10%, ვიეტნამში 10%, აი ვიეტნამი როგორ წამოიქაჩა, ინდონეზიაში არის 10% დღგ, მალაიზიაში 10%, ინდოეთში არის 12.9% დღგ, ფილიპინებში არის 12% დღგ, კაზახტანია ისიც 12%-ია დღგ. ჩვენთან რამდენია მეგობრებო? 18%. ეხლა ვნახოთ ეგვიპტე და აფრიკაში რა ხდება. ეგვიპტეში არის 10%, ანგოლაში არის 10%, განაში არის 12.9% და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ჩამოვთვალოთ, აი დრო იწურება და ვიტყვით, პარაგვაიში არის 10%, გვატემალაში არის 12%, ჰონდურასში არის 12% დღგ და ეკვადორში არის 12%. მეგობრებო, აი რამდენი ქვეყანა ჩამოვთვალეთ, სადაც დღგ არის, ესე იგი, აი პრაქტიკულად ჩვენთან შედარებით მიზერი და მე მინდა ჩვენ საზოგადოებას, ჩვენ ბიზნესმენებს, მეწარმეებს, ჩვენ მთავრობას, ჩვენ პარლამენტის ეკონომიკის კომისიას, რომელიც ამაზე არ ფიქრობს რატომ რაღაც მოდით ვიმეგობროთ, დავიწყოთ ამ ესე იგი ლაპარაკი, მოგვიწვიეთ, შევხვდეთ, ვიმჯელოთ, მოგიტანთ ამ ციფრებს, მოგიტანთ კარგ მაგალითებს. პარლამენტის ეკონომიკური კომისია და საერთოდ პარლამენტი უნდა იყოს ქვეყნის განვითარების შტაბი. აი მეტი რა ვთქვათ, მეგობრებო, აი დრო ამოგეწურა კიდევ ბევრი შეიძლება ლაპარაკი, ჩვენ ოპტიმისტურად ვამთავრებთ, ესე იგი აი ამ ჩვენ გადაცემას, ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარლამენტი, ჩვენი ახალგაზრდობა და ძველგაზრდობა, ჩვენი მთავრობა გვერდში დაგვიდგება და ჩვენ ქართულ ეროვნულ მოძრაობას, მამულიშვილებს და ყველა ქართულ არასამთავრობო ქართულ პარტიებს, ესე იგი შემოისვამს გვერდით, გააკეთებს საბჭოს და ერთად ესე იგი დავიწყებთ ქვეყნის მშენებლობას. თანხმობითა და სიყვარულით. ამინ.